საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ წელს გადაწყვიტა, რომ ფერმერებისთვის და არა მარტო მათთვის, ზოგადად ადამიანებისთვის, მომხმარებლებისთვის მოეწყო ეს ღონისძიება, რათა ერთი მხრივ ფერმერებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ მათ ჰქონდეთ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საშუალება, მეორე მხრივ კი მომხმარებლებს, ადამიანებს შეეძლოთ მოსვლა და ამ ფერმერების პირისპირ გაცნობა. აქამდე ჩვენი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, ფერმერების ღვაწლის დაფასებას სხვა ღონისძიებების სახით ახდენდა. გვქონდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული ღონისძიება ფერმერის დღე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერებს ყველაზე მეტად მხარდაჭერა სჭირდებათ გაყიდვების მიმართულებით, წელს გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა წინა საახალწლო აგრობაზარი. რა იგეგმება კონკრეტულად 21 დეკემბერს, რა დახვდება ადგილზე მოსულ მომხმარებელს? ჩვენი კარი ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მთელი დღე შეეძლებათ, რომ ადამიანებს ოჯახებით, ბავშვებთან ერთად მოვიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ზუსტად პატარა ადამიანებისთვის არის. აქ იქნება სხვადასხვა აქტივობა, გვექნება გარეთ, ასე ვთქვათ, კვების კუთხე, გარდა იმისა, რომ თვითონ ფერმერებისგან შეეძლებათ ადამიანებს, რომ გასინჯონ, დააგემოვნონ და იყიდონ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია, ასევე იქნება კვების კუთხე, ასევე გვექნება სხვადასხვა მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი იქნება, როდესაც ბავშვები ფერმერებთან ერთად მორთავენ ჩიჩილაკს, ამ ტრადიციასაც გავაცოცხლებთ ღონისძიებაზე. ასევე გვექნება აგრიტექის კუთხე. ჩვენ ორგანიზაციას აქვს ესეთი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ზრუნავს, რომ სოფლის მეურნეობა უფრო მეტად იყოს დაფუძნებული თანამედროვე ტენდენციებზე და ტექნოლოგიებზე და აქაც გვექნება პატარა ვორქშოპი ბავშვებისთვის. სულ რამდენი ფერმერი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და რა პრინციპით შეირჩნენ ეს ფერმერები? თვითონ სივრცე, სადაც ჩვენ ვაკეთებთ ამ ღონისძიებას, შეზღუდული ადგილიდან გამომდინარე, შეგვიძლია სივრცე დავუთმოთ 50 ფერმერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და როდესაც მომხმარებლები ჩვენთან მოვლენ, ნახავენ, რომ ეს დახლები გადანაწილებული იქნება კუთხეების მიხედვით და მათ შეეძლებათ, რომ ფერმერები ზუსტად თავიანთი შესაბამისი კუთხიდან გაიცნონ და ხო, ჯამში ველოდებით 50-ზე დაახლოებით 50 ფერმერს. და რა ტიპის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი ექნება ადგილზე მოსულ მომხმარებელს? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს აგროღონისძიება დაგვემთხვია წინა საახალწლო პერიოდისთვის, მაშინ როდესაც ადამიანები ემზადებიან, რომ იზრუნონ საახალწლო სუფრაზე, ამიტომ ცხადია გვექნება ჩურჩხელა, ღვინო, ყველი, ასევე შეეძლებათ შეიძინონ ნიგოზი, თაფლი იმისთვის, რომ მოამზადონ თვითონ გოზინაღი. მარიამ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მომხმარებელი დააკავშიროთ ფერმერებს და უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ. რამდენად დიდი გამოწვევაა ფერმერებისთვის სწორედ მომხმარებლებთან დაკავშირება და თავიანთი პროდუქციის მათამდე მიტანა? არის თუ არა ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს ფერმერებისთვის? ჩვენ როდესაც ამ ღონისძიებას ვგეგმავდით და გადავწყვიტეთ, რომ კონცეფცია ყოფილიყო ძველი აგრობაზრის ტრადიციის გაცოცხლება, აღმოვაჩინეთ, რომ ფერმერებს მაშინაც ძალიან უჭირდათ, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიყიდათ მომხმარებლებსა და პირდაპირ მათამდე მიეტანათ. მაშინ იყვნენ ეს ჩარჩი ვაჭრები, რომლებიც ხვდებოდნენ ამ ფერმერებს და ასე ვთქვათ, ჯერ ისინი ყიდულობდნენ და შემდეგ ყიდიდნენ ამ პროდუქციას. ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არის, იმიტომ რომ ფერმერებს მაინც ყველაზე მეტად უჭირთ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მიტანა მომხმარებლებამდე და ესეთი ღონისძიებები მათ ზუსტად ამაში უჭერს მხარს, რომ პირდაპირად შეხვდნენ მომხმარებელს და რადგან ყველაფერს ორი მხარი აქვს, ეს თავის მხრივ მომხმარებლებისთვისაც ნიშნავს, რომ ბოლო დროს მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ სხვადასხვა პროდუქტს, ვაკვირდებით და გვინდა ვიცოდეთ მისი წარმომავლობა. ჩვენ ამ დროს პროდუქტს ვეძახით ხოლმე, რომ ის არის მიკვლევადი, ანუ ვიცით, ვის მიერ არის წარმოებული და ეს ღონისძიება ერთგვარი გამოძახილია ამისი, რომ ფერმერები დაუკავშირდებიან პირდაპირ მომხმარებლებს და ამგვარად ორივე მხარე იქნება, ასე ვთქვათ, მოგებული.
ზოგადად რატომ აქვთ ფერმერებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის პრობლემა? ეს ლოგისტიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული, ნდობა არ არის მათ მიმართ მაღალი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ცნობიერება გაიზარდა მომხმარებლის და უფრო მეტი კითხვები გაუჩნდათ მომხმარებლებს, თუ რა არის მთავარი პრობლემა? მე ვფიქრობ, რომ ფერმერებს ძალიან ბევრ რაღაცაზე უწევთ ფიქრი. ერთი რომ მათ უნდა მოიყვანონ ეს პროდუქცია, იზრუნონ მთელი სეზონის განმავლობაში ამაზე და შემდეგ უკვე იზრუნონ ასევე რეალიზაციაზე, რაც თანმდევ პროცესში მათთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ხოლმე. ბევრი სხვა საკითხები ის მოგვარება უწევთ. აღარ ვისაუბრებ. გარდა პროდუქტის მოყვანას. და მაინტერესებს ასევე გარდა აი ამ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება ხომ ეს აგრობაზრობა? 21 დეკემბერს სრული დღე დაეთმობა 12 საათზე გაიხსნება ჩვენი კარი, 6 საათამდე იქნება ღონისძიება. ღონისძიების დასაწყისში ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის 13 წელსაც შევაჯერებთ, რა უკეთებია ჩვენ ორგანიზაციას დაფუძნების დღიდან დღემდე, რა პროექტები გვქონია და რას ვაკეთებთ საერთოდ ფერმერების მხარდაჭერისთვის. და მინდოდა მეკითხა გარდა ამ ერთდღიანი ღონისძიებისა, როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ მომხმარებლის და ფერმერების თანამშრომლობა? გაიცნეს, ვთქვათ, მომხმარებლებმა ამ ერთი დღის განმავლობაში ამ ფერმერების პროდუქცია. შემდეგ აი როგორ მოხდება მათი ერთმანეთთან დაკავშირება? საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერები რა გზებით ცდილობენ, რომ ვთქვათ, დედაქალაქის მაცხოვრებლებთან მოიტანონ თავიანთი პროდუქცია? როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ამ ერთდღიანი ღონისძიების სამომავლო შედეგები? რაც მთავარი მიზანი ხომ სწორედ ეს არის მომხმარებლების და ფერმერების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ აი გვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ეს ორმხრივობა ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ შევიმუშავეთ ადგილობრივი სტანდარტი გეოგაპი და ასევე შევიმუშავეთ საიტი ადამიანს მომხმარებელს, რომელსაც აინტერესებს პირობითად იყიდა თაფლი და მასზე დაინახა გეოგაპის ეტიკეტზე დაინახა გეოგაპის ლოგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი უფრო მეტად არის ხარისხიანი, მიკვლევადი და უნებელი და უკვე შეუძლია რომ შემოვიდეს აი ამ საიტზე geogap.gr გადაამოწმოს სად არის ვის მიერ არის ეს თაფლი წარმოებული, მოიძიოს ფერმერზე უფრო მეტი ინფორმაცია, ხო არა წარმოებს ასევე თაფლის გარდა სხვა პროდუქტებს, ყველაფერი მოკლედ აი ამ პლატფორმაზე იქნება თავმოყრილი და ერთგვარი ასე ვთქვათ გზა ვიპოვეთ, როგორ შეიძლება მომხმარებლებს ჰქონდეთ მუდმივი ინფორმაცია პროდუქტებზე, ფერმერებზე და იმ პროდუქტებზე, რასაც ისინი მოიხმარენ. ჰქონდეთ სანდოობა ფერმერების მიმართ.